ხმაური იყო დღეს ფოთის აგრარულ ბაზარში. შინაური ფრინველების რეალიზატორებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით ბაზრის ადმინისტრაცია ადგილის დატოვებას თხოვს, რადგან ფრინველების ამ ფორმით ვაჭრობა სტანდარტებს არ შეესაბამება. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათი თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. ჩვენი მიზეზი გაპროტესტების მიზეზი ესაა, რომ გვისვარკეს კარები, გვებინებიან გადით და შემოთავაზება ჩვენ არ გვაქვს. იყო რაღაცა შემოთავაზება, მაგრამ ეს საერთოდ ჩვენს იმას აი ქათამის საჩვენ ამას არ ექვემ, არ გვაწყობს ჩვენ, არა ეს ჩვენ გვაწყობს კი არა, საერთოდ სტანდარტს ამის შენახვის და რეალიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება. ეს ადგილი დატოვეთო გეუბნები. ეს დატოვეთო, გინდა თუ არა უნდა დავტოვოთ და ჩვენი მოთხოვნა იქნება რომ აღდგომამდე რამეფრად ვიყოთ აქანი, მე ისევლე მოვილაპარაკოთ რაც ალტერნატიული ელემენტარული გამოგვიძებნონ, იქ გავჩერდებით და ისევლე როგორ გაკეთდება რემონტი მოვბრუნდეთ უკან. მეტი სხვა ყველაფერი გაყიდულია, ყველაფერი კერძო საკუთრებაშია და ამაზე გვაქვს ჩვენ დავარო ქუჩაშიც ვერ გაგაჩერებთო. იმიტომ რომ 10 წლითო არენდით მაქვს, ეს მის აღებული ესეც ჩემიაო. იქიდან თუ გამოგაგდებთო არც აქ დადგეს, სადაც გინდათ იქ წადითო, თუ გინდაო ცოტნე ძეგლთან კრუგში შემოჯეკითო იქ ცენტრში, თავში ბაზარში ყიდთან. მე აქ არ გაგაჩერებთ. რას აპირებს აი? არ ვიცი რა დავა სად უნდა წავიდე. აპირებს თუ არა აქციებს, რა გაგუგებთ რას აპირებს? ჩვენ ახლა თხოვნა გვაქვს, უბრალოდ თხოვნა გვაქვს, რომ გაგვაჩერონ. სანამდე რამე გზა გამოჩნდება, რამე ადგილი გამოჩნდება, რომ სადმე დავდგეთ. ჩვენ აქ მილიონს არ ვაკეთებთ, ვაკეთებთ პურის ფულს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბაზრის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.